მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. როგორ მიმდინარეობს საგაზაფხულო ხნათესვის პროცესი ახალციხის მუნიციპალიტეტში? საწვავის გაძვირების ფონზე და არა მხოლოდ ამ მიზეზით, სოფელ წნიში მცხოვრები ფერმერების ნაწილი გვეუბნება, რომ მიწის დამუშავების ხარჯები გაზრდილია. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ გაძვირებულია როგორც მიწის დამუშავება, ისე სასუქი და შხამქიმიკატები. პარალელურად მოყვანილი პროდუქციის რეალიზაციაც პრობლემად რჩება. ან ვერ ყიდიან, ან იმდენად დაბალფასად უწევთ გასაღება, რომ მიღებული შემოსავალი ხარჯებს ვერ ფარავს. ფერმერების ნაწილი ამბობს, რომ შექმნილი ვითარების გამო ზოგს მიწის დამუშავებას უკვე პროდუქციის შეძენა ურჩევნია, რადგან ხარჯი ბევრად აღემატება შემოსავალს. რა ღირს მიწის დამუშავება, როგორია რეკომენდაციები ფერმერთა პირობების გასაუმჯობესებლად და სახელმწიფო პოლიტიკა. ვრცელ რეპორტაჟს მოგვიანებით შემოგთავაზებთ, მანამდე კი მოусმინოთ თავად ფერმერებს. მიწები ხალხს იმდენი აქვს მიტოვებული, ხო? დასათესი აქვს 3-4 სოფელში, ვინც თესავს ახლა, მაგალითად, სოდამნეც ახლა მე ვთესავ და 1-3-4 ფერმერია კიდე, რომლებიც გექტარ ნახევარს თესავენ. რატომ არის მიტოვებული და ძვირი უჯდება მოსახლეობას? მოხნა. მერე დაფრესვა, მერე დათესვა, მერე ისე მოსავლის ამოღება და ფასი არ აქვს. აი მოიყვანე მაგალითად, მე სიტყვაზე ავიღე 4 ნახევარ გადავიხადე იმაში ელიტაში კარტოფილი ვიყიდე 4 ნახევარ გადავიხადე. ხო და ხომინას ხო მოყვანა ხო უნდა მოვლა ხო უნდა და ბოლოს უნდა გაყიდო შარშანღი და შემოდგომაზე 60-70 თეთრი. ეხლა კარტოფილი სათესლე კარტოფილი ღირს ბაზარში 30 და 50 თეთრამდე. და საწვავი ღირს 3 და 4 ლარამდე ღირს საწვავი. ხო და ეხლა როითulis ის გლეხი არა. ის საწვავში იმდენი უნდა, მოხვნაში იმდენი უნდა, ამოღებ მუშა გაძვირდა კიდე. მუშა სადღე ვამუშავებდი 20 ლარიდან დავიწყეთ, 25 იყო, 30 გახდა, მე 40 გახდა, შარშან 60 ლარი იყო ერთი მუშა ხალი. ბიჭები 70, 80, თუ კიდე ცუდი ამინდებია და დეფიციტი გახდა მუშა, მე 100 ლარსაც ითხოვენ. ჩვენ დახმარება საჭიროება აი მიწებისთან დაკავშირებით დავამუშაოთ ნორმალურ ფასად. საწვავი იყოს სტაბილური. არხები არის მოსაწესრიგებელი, რასთავარია წყლები რომ მივიყვანოთ. ეს წყლებიც არის ფასიანი და არხებიც არ გვაქვს ნორმალური ამ ფასიან წყლებთან დაკავშირებით. არის კიდე რომელიც რომ მოსავალს მოვიყვან და ამ მოსავალს და რეალიზაცია ნორმალურ ფასში. მოვიყვანთ ყიდულობთ 5 ლარში ელიტათესლს და მე ხდება ასე რომ გვიწევს 30 კაბიკში, 50 კაბიკში და 60 კაბიკი თეთრში გაყიდვა. ეს გაყიდვას გვიწევს იქიდან გამომდინარე რომ იძულებულები ვართ თუ არა გვიფუჭდეს. არის კიდე სხვა რაღაც საკითხები რომელიც რომ გამიხილავთ არხებს რომელიც რომ საჭიროება სათავეებია დანგრეული და აეწყოს არის რომელიც ჩამოდის ახლომანძილში ხელეები არის ძველი არხები და იქიდან ჩვენი სახსრებით ვეღარ ვაკეთებთ დახმარება გვინდა მაგასთან დაკავშირებით. 23-26 აპრილს თბილისში ექსპო ჯორჯიაში წიგნის ბაზრობა გაიმართება, სადაც შეძლებთ წიგნების შეძენა სპეციალურ ფასად. ბაზრობა 4 დღიანია, თუმცა წიგნებთან ერთად აქ საინტერესო მედია ისტორიებიც დაგხვდებათ, რომელთაც თავად ჟურნალისტები მთელი ქვეყნიდან მოგითხრობენ. სინათლე მედიის ერთ-ერთ სტენდთან შეხვდებით ჩვენს მედიასაც. თუ კი გაინტერესებთ, როგორ ვმუშაობთ, სად ვპოულობთ თქვენთვის მოსაყოლ ისტორიებს, როგორია დამოუკიდებელი ჟურნალისტის პროფესია. მოდით რეგიონალური მედიის სტენდთან, სადაც სხვებთან ერთად ჩვენც დაგხვდებით. სინათლე მედიის სტენდთან თქვენ შეძლებთ ჩაერთოთ თავისუფალ დისკუსიაშიც და შესთავაზოთ მედიას თქვენთვის საინტერესო თემები. გვექნება დამოუკიდებელი სივრცე, რომელსაც დღეს წელს წარმოვადგენთ სახელით სადაც სინათლეა, სივრცეს, რომელშიც მოხვალთ და დახვდებათ სინათლე. ამ შინაარსით ეს სივრცე მოიცავს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, რომელშიც ჩვენი მთავარი მიზანი არის მედია შევახვედროთ ადამიანებს, ეს იყოს კავშირის დამყარების ადგილი, სადაც სხვადასხვა ფორმით შესაძლებლობა იქნება ერთის მხრივ მოусმინოთ ადამიანებს, კითხველებს, მსმენელებს
და ხარდამჭერებს, ვინც სინათლემედის დიდ წრეში არიან ჩართულები და მეორეს მხრივ მათ ჰქონდათ შესაძლებლობა პირადად შეხვდნენ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ქმნიან ამ მედიებს. ბრინჯაოს მზის დისკი, თიხის კონსტრუქციები და დეკორატიული ფირფიტები, გეომეტრიული ორნამენტებითა და ფერადი პიგმენტები. ციკლოპური ნაგებობები გამოქვეყნდა ქართველი და იტალიელი არქეოლოგების ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარებული 8 საველე ექსპედიციის წინასწარი შედეგები, რომელთა მიხედვით სამცხე-ჯავახეთში 168-მდე არქეოლოგიური ძეგლი გამოვლინდა. შინაარსი Cambridge University Press-მა გამოაქვეყნა. ამავე წყაროს ცნობით, კვლევა 2017 წლიდან მიმდინარეობს და სამხრეთ საქართველოს მაღალმთიან ზონას მოიცავს. პროექტის ფარგლებში გამოვლენილია დაახლოებით 168 არქეოლოგიური ობიექტი. მათ შორის არის გამაგრებული ნაგებობები და ნეკროპოლები. ასევე ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები მეღრიკის ციხისა და ბარალეთის ნაცარგორაზე. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვევით ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.